ამბავი არის მძიმე. იმიტომ რომ საქმე ეხება გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმეა, საქმე ეხება ცნობილ ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძეს. Როგორი იყო თქვენი თავგადასავალი? ტარიელი გავიცანი 2019 წლის ახალი წელი მოდიოდა. ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა, ჩვეულებრივი, როგორც კარგი შეყვარებულები ვიყავით, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ ბოლოსკენ უკვე ბოლო პერიოდში დაგვეძაბა ურთიერთობა, იმიტომ რომ ბათუმში წავიდა ჩემ გარეშე და მე აღმოვაჩინე, რომ ბათუმში ვიღაც გოგოს ჩააკითხა. როდესაც გაგეცნოთ, ცოლი ყავდა? არა, მითხრა რომ არის გაშორებული, კარგახანია, ასევე ხელი მაქვსო გაწერილი, ესე მითხრა. და ვიცოდი რომ იყო განქორწინებული და ამ 1 წლის განმავლობაში არასდროს არანაირი კავშირი არ ქონია ცოლთან. მე მოგვიანებით, როდესაც დავშორდი უკვე ოღონ დავშორდი ამ გოგოს გამო, ვისთანაც ბათუმში ვისთანაც წავიდა და მე ბოლოს მითხრა უეცრად რომ ეხლა მე ჩემ ცოლს ვიგდებიო და ჩვენი ურთიერთობის შესახებ არ თქვაო, არც ჩვენი ურთიერთობის შესახებ თქვა, არც იმ გოგოს შესახებ არ თქვა, რომელიც ბათუმში ვისაც ჩააკითხა, თან ჩათი წაშალება. ჩვენი მიმოწერა და ჩვენ მიმოწერაში გქონდა ძალიან ბევრი ისეთი დეტალი, რითაც ტარიელი სხვადასხვა დანაშაული დადასტურდებოდა. ერთ-ერთი მაგალითად იყო ის, რომ ტარიელს ჰქონდა ჩემზე ფიზიკური ძალადობის მცდელობა. ოღონდ ეს უკვე ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ ჩვენ შევრიგდით და დავშორდით და შევრიგდით. ეს ფიზიკური ძალადობის ფაქტი იმდენად და დანაშაულის შემცველი იყო ეს, რომ ტარიელისთვის გამოსაჯაროებია რეპუტაცია შეელახებოდა და მარტო ეს არ იყო, კიდე სხვა რაღაც დანაშაულის შემცველი იყო ჩვენი პირადი მიმოწერა. ჩვენი მიმოწერაში იკვეთებოდა, რომ ტარიელ კაკაბაძეს ჰქონდა ერთ-ერთ არასრულწლოვანთან კავშირი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მიმოწერა, რითაც ირკვეოდა, რომ კავშირი ჰქონდა მოკლედ. და ამის გამო დაგიწყოთ შანტაჟი? როდის დაიწყო უბრალოდ ტარიელ კაკაბაძის მხრიდან თქვენზე ზეწოლა ფსიქოლოგიური და შანტაჟი? რო დავშორდი, პირველი რაც იყო, მეუბნებოდა რომ ჩათი წაშალე, მიმოწერა ჩვენი Facebook მიმოწერა. მე როგორღაც დამითანხმა ამ მიმოწერის წაშლაზე და გავიდა რაღაც 1 წელი და განცხადება შეიტანა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ მანამდე მითხრა, რომ იცოდა თუ